დღეს ჩვენ ამ ვიდეოში ზუსტად იმის გაკეთებას ვაპირებთ, რაც ეხლა წაიკითხეთ სათაურად. მოგესალმებით მეგობრებო, სულ ყველას, მე ვარ აზორებალი, ხოლო დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გადავიღებთ პატარა ექსპერიმენტისავით ვიდეოს და ამ ვიდეოში დღეს ვიქნებით Frizz-Nation-ში, ავიღებთ სტენს და 1 საათი ვიდგებით და ვნახავთ 1 საათში რამდენ Robux დაგვიდონატებენ. და ასევე ცოტა მოსაწყენი რო არ იყოს ვიდეო, ამ ვიდეოში ვაპირებთ რომ კომენტარებით წავიკითხოთ და თან ვისაუბროთ გათამაშებაზე, რომელსაც ამ ვიდეოში ჩავატარებ და გავათამაშებ 10 მილიონიან Los Chicleteras Diamond-ით. მაგრამ მეგობრებო, სანამ ვიდეო დაიწყება, ჩემი თხოვნა იქნება რომ ვინც ამ ვიდეოს უყურებს, ყველამ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწვიოთ ჩემი არხი, რომ აღარ გამოჩნდეს გავის ტიპის ვიდეოები. ასევე თხოვნა არის ჩემი რომ შემოხვიდეთ ჩემ Discord server-ზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. ვინც ჩემ Discord server-ზე შემოვაკიდებ, მაგით დამეხმარებით ძალიან და მადლობელი ვიქნები, ვინც ადგება და შემოვა ჩემ Discord server-ზე. მალე უკვე 200 წევზე ავდივართ Discord-ში, რაც ძალიან მაგარია. რაც კი მეგობრებო, იმის ნიშანია, რომ ჩვენი community უფრო და უფრო იზრდება. ასევე მეგობრებო, მაქვს ჩემი საკუთარი თამაშის ლინკი. თუ მაგ თამაშის გადახვალთ, რომელიც ლინკსაც დავტოვებ აღწერაში, მაგისთვისაც ვიქნები მადლობელი. და ასევე მეგობრებო, თუ ეს ვიდეო გავარდება, გადავიღებ ამის მსგავს ვიდეოს, სადაც იმის მაგალითად რომ 1 საათი Frizz-Nation-ში ვიდგე, 1 საათი ვემატყურები ხალხს, რომ Robux-ები ავიღოთ და მერე შედეგებს ერთმანეთში შევადარებთ და მეორე ვიდეოში ვიტყვით თუ რომელი მეთოდი ჯობია რომ Frizz-Nation-ში გამოიყენოთ. ახლა კი მეგობრებო, მეტი რაღა დაგვრჩენია, მოდი შევცვალოთ სერვერი, ავიღოთ ჩვენი სტენდი და ვიდეო დაიწყება უკვე ოფიციალურად. დაგიბრუნდით მეგობრებო, მოდი კარგი სტენდი ავარჩიოთ, ისეთი რომ ხალხმა შეამჩნიოს, აგერ თან გამზადებული მაქვს ტექსტი რომ ვიღებ ვიდეოს, აგერ ჩემი პოზაც ავიღოთ, რამე იმოუთიც გავსვამოთ რომ გაერთოს ხალხი, ასე ვთქვათ. და მეგობრებო, ჩელენჯი ოფიციალურად დაიწყო. მეგობრებო, ჩელენჯი სადღაც ზუსტად 20 წამის დაწყებული მქონდა, მაგრამ შემდეგ მოხდა ეს. ეს ტიპი რაღაც ძალიან დიდი ხა. ოპა, 5 Robux-ი. ეგრევე ძმა, ჯერ არ ქონია დაწყებული ჩელენჯი და 5 Robux-ი. ძალიან კაი დასყისია, მე თუ მკითხავთ. უკვე ძალიან კარგად ვიწყებთ, იმედია, ასე გაგრძელდება. ვინაიდანაც მეგობრებო, ამ 5 Robux-ის შემდეგ დონაციები კარგა ხანი არ მომივიდა, იქამდე სანამ დონაციის კადრები, მომენტები და რაღაცა ეგრეთები მოვა, მალამდე მეგობრებო, მოდი დავჯდეთ და დავიწყოთ თქვენი კომენტარების საკითხვა, რადგანაც ადრე ყოველ ვიდეოში ვითხულობდი, მერე 2 ვიდეოში ერთხელ დავიწყე ხოლმე წაკითხვა, მაგრამ ეხლა 3 ვიდეო გავიდა და ერთი თქვენი კომენტარი არ წამიკითხავს. ამიტომაც მოდი ეგ ტრადიცია რომ არ ჩავკლათ, დავიწყოთ ისე კომენტარების საკითხვა და იმისათვის რომ თქვენი კომენტარიც მოხდეს შემდეგ ვიდეოში თუ არა, შემდეგ ვიდეოში აუცილებლად დატოვეთ რამე კომენტარი და თუ ნახე და წავიკითხე კომენტარი, დავსკრინავ და მოვახვედრებ შემდეგ ვიდეოებში. ამიტომაც მოდი დავიწყოთ პირველი კომენტარით, რომელიც მე ავარჩიე, თან უპასუხებ გამოწერებს, რასაც მეუნებიან და დავიწყოთ მოდი. დებილი ხარ, წვილექსას ხელი ბიჭო. Кой, აღარ ვიჟამ, ბუდიში. ზოულ, უკვე შენი ფანი ვარ, იმენა ყოველთვის გიყურებ. გაიხარე, მოხაური ვარ რომ კიდევ ერთი ფანი შევიძინე. მომბრძანდი ჩემ ფენდომში, აი ყველა ვინც ახლები ხართ თუ ძველები, ყველა იქნებით მომბრძანებული ჩემს ფენდომში, ასე ვთქვათ. ანუ ქართულად რომ ვიაზროვნოთ და ვილაპარაკოთ, ჩემი ფანების ზონა, ანუ მოხარული ვარ რომ კიდევ ერთი წევრი შემოიმატა მაგ ზონას, ჯგუფს, გუნდს თუ რასაც გინდა დაუძახეთ რა. რა კარგია, რეზომ ტრეიდები დააბრუნა, მადლობა რეზო. დიახ, რა თქმა უნდა, ტრეიდები დავაბრუნეთ ჩემს სახლზე. დიახ, ეს მე ვარ. კაი ბიჭო, შეწყვიტე ტაშის დაკვრა. სანამ ტრეიდზე გავამოხვილებდე ყურადღებას, შემოჩნიე მაგ კომენტარში ერთი რაღაც რომ სულ რეზოთი მომიხსენიებს, მაგრამ ალბათ ჩემი არხის სახელიდან გამომდინარე იძახის მაგას. ან კი ფიქრობს რომ რეზო მქვია.
ამიტომაც ვინც არის ის ჩემი ნამდვილი სახელი არის თემო და რაზორებალი იმის გამო არ მიწერია რომ ქვია რეზო. იმის გამო მიწერია რომ გასათხოვად რა უბრალოდ. ის რომ ახზე რაზორებალი მაწერია არ ნიშნავს იმას რომ მე მქვია რეზო. და ახლა რაც შეეხება ტრეიდებს, სიმართლე გითხრათ, მეც გამიხარდა რომ ჩენელზე დავაბრუნე, ასე თუ ისე დაიწყო ის ვიაზე გასვლა მაგ ვიდეოებმა რა, ერთი ვიდეო მიდევს მარტო ტრეიდზე, ახალ ტრეიდზე ვსაუბრობ. ეხა 100 ლაიქზე არ არის, მაგრამ ცოტა აკლია 100 ლაიქამდე, ეგეც კარგი ნაბიჯია ჩემი და მე თუ მკითხავთ. მაგრამ ეხლა რა პრობლემას წავაწყდით ეხა? წინა ტრეიდში ვიდეოს ბოლოს გქონდა 40 მილიონიანი ლოს ჩიკლეტერა და ნორმალური ჩიკლეტერა, რომელიც 40 მილიონს იხდიდა ეგეს. ლოს ჩიკლეტერით მეგობრებო ვიშოვეთ მიგატიტო, რომელიც აკეთებს 50 მილიონ დოლარს წამებში, მაგრამ მაგის ოფერებს ვერ პოულობ ვერსად. ამიტომ მეგობრებო ჩემი Discord სერვერის ლინკი იქნება აღწერაში და შეგიძლიათ მანდ შემეხმიანოთ და მომწეროთ თუ რა ოფერი გექნებათ მაგ ბრეინოტისთვის. ეხლა კი ფაქტობრივად ტრეიდის მეორე ნაწილს ვეღარდებ, იმიტომ რომ მარტო ერთი ტრეიდი შევძელი, ეგეც ლოს ჩიკლეტერა გადავცვალეთ 50 მილიონიან მიგატიტოში და მაგ მიგატიტოს ოფერებს უკვე ვეღარ ვეძებ. ვეღარ პოულობ თან. შეგიძლიათ ორივე ჩათვალოთ, ამიტომაც Discord სერვერის ლინკი კიდევ ერთხელ გეუბნებით იქნება აღწერაში. გადადით სერვერზე და რამე ოფერი თუ გექნებათ, მომწერეთ მე. Face card saving bro. ჩემი კლასელი მოინც არ იყო ფანჯიდან გადახტიო. დემე, შენ თუ ეს ცუდად იგულისხმეს კომენტარი ჩემთან დაკავშირებით, რას ვიზამიცი და თან რას გეტყვი. ფანჯიდან მარტო კი არ გადავხტები. ფანჯიდან გადავხტები, დავეშვები და დავეშვები დედაშენს. მეგობრებო, კომენტარებს მორჩით, მაგრამ 5 რობუქს მაინც ვერ ვწდებოდით. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვლება აი ამ კადრში. შეხედეთ მეგობრებო, რაღაც ძალიან ეშიჩხინება ჩემს სტენდს ეს ტიპი. მე მგონი დაადონატებს ახლა ისე უყურებს, არ ვიცი. და თან მეგობრებო მოგახსენებთ იმას, რომ გავიდა 35 წუთი იმის შემდეგ, რაც 10 რობუქსი. ოპა, რა ჯიგარია. იმას ვამბობდი, რომ ჩელენჯი უკვე დაწყებულია, სადღაც 35 წუთია და სულ ცოტა ხანი არა, თითქმის მალე დასრულდება უკვე ეს ჩელენჯი და უკვე 15 რობუქსით მიდივართ აი ამ ჩელენჯიდან. ეს მეგობრებო, კარგია. ახლა კი მეგობრებო, სანამ დონაციას არ მივიღებთ, მე მგონი უკვე დადგა იმის დრო, რომ ვისაუბროთ გათამაშებაზეც, რომელიც ვიდეოს დასყიდში გითხარით. მოკლედ მეგობრებო, თამაშდება 10 მილიონიანი Diamond Los Chicletera. გათამაშების წესები ჩემო მეგობრებო არის ძალიან მარტივი. პირველ რიგში მეგობრებო, რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ რა თქმა უნდა, აი ამ ვიდეოს ვაიქებთ და ვიწერთ ჩემს არხს, ვისაც არ აქვს გამოწერილი ჩემი არხი. მერე კიდევ შემოდივართ ჩემს Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. ეგ კი იმისათვის, რომ გამარჯვებულები გადავიყვანოთ ჩემს private server-ზე. კი, გამარჯვებულები, 3 გამარჯვებული გვეყოლება და გეტყვით როგორ მიიღებენ ჩიკლეტერას. თუ რა თქმა უნდა დაჯდებით თქვენ და გულისყურით მომისმენთ ბოლომდე და მოусმენთ თან აი ამ წესებს, რასაც ეხლა ვხსნი. მესამე და ყველაზე მთავარი წესი, ყველაზე მთავარი. მაქვს ჩემი საკუთარი თამაში. მაგ თამაში ოშეხვალთ, აგერ ამ კარტში ნახავთ, როგორ უნდა გადახვიდეთ ჩემი თამაშიდან ჩემს მეორე თამაში. ხო, მეგობრებო, სხვანაირად ვერ გადახვალთ მაგ ჩემს მეორე თამაში, თუ ჩემ პირველ თამაში არ შეხვედით და ზუსტად იგივე რაღაცა არ გააკეთეთ, რასაც ეხლა მე ვაკეთებ. ხო, თუ იგივე რაღაცას გააკეთებთ, გადახვალთ ჩემს უახლეს თამაში, რომელსაც ქვია გატეხეთ ლაკი ბლოკები, FNAF-ის ვერსია არის ეგ, ფრედი და რაღაცეები. ხოლო მაგ თამაში არის 3 ლიდერბორდი, ერთი არის ფულის, ერთი არის დროის და ერთი არის რებირთების. მაგიდან მინიმუმ ერთი მაინც უნდა იყოს თქვენი, თქვენ სახელი უნდა ეწეროს მინიმუმ ერთი მაინც
და გვეყოლება როგორც მიხვდით 3 გამარჯვებული. ეხლა როგორ გადაეცემა მაგსთან გამარჯვებულს ჩემი ლოსჩიკლეტერა. ის 3 ადამიანი, რომელიც მოიგებს ჩემი თამაშიდან, შევრიან ჩემ private server-ზე და ეგ 3 ადამიანი იბრძვის იმისთვის, რომ აიღონ ლოსჩიკლეტერა დაიმონდით. როგორც Six-7-ზე გავაკეთე, ისე გაკეთდება ლოს ჩიკლეტერაზეც, ოღონდ მარტო 3 ადამიანი იქნება და 3-ვე გამარჯვებული. უი ხო, კიდევ ერთი რაღაცა. გამარჯვებულებს შეეხებათ, ვინც გაიმარჯვებს და შევლენ ჩემ private server-ზე. ლოს ჩიკლეტერა მექნება პირველ სართულზე, ბაზას ვაღებ და მესამე ან მეორე სართულზე ვინც ავა, ვინც შეეცდება ასვლას, ეგრევე არანაირი პრობლემა არ მექნება. ავალ მაგის ბაზაში და წავიღებ ბრეინოს და დავბლოკავ იმას, ვინც წესები დაარღვია, რადგანაც ჩვეულებრივ ვცდილობ რომ სხვა რაღაცა წაიღო. თან ვიდეოს გადაღებას ვაპირებ, ვინც ლოსჩიკლეტერაზე იბრძვის ის 3 ადამიანი და ჩვეულებრივ გამოვაჩენ მაგასაც კადრში, არანაირი პრობლემა არ მექნება. ამიტომ მეგობრებო, ვინც გამარჯვებულები იქნებით, გაითვალისწინეთ ეს წესი. მარტო შედიხართ პირველ სართულზე და მარტო იღებთ ლოსჩიკლეტერას დაიმონდით. რამე მაიმუნობა შევამჩნევ მეგობრებო და დაგბლოკავთ ეგრევე ავიღებ რაღაც ბრეინოს და ასევე რაც შეეხება Discord-ს და ჩემ თამაშს გათამაშებისთვის, მაგის ლინკი კიდევ ერთხელ ვიძახი, იქნება აი ამ ვიდეოს აღწერაში. ხო და რავი, მეტი რა გითხრათ მეგობრებო, გისურვებთ წარმატებას და წინასწარ ულოცავ იმ ადამიანს, ვინც მოიგებს ლოსჩიკლეტერას. წარმატებები თქვენ და ეხლა მეგობრებო რაღაც ისეთი თუ მოხდა Please-Donate-ში, დაგიბრუნდებით მაშინ. მეგობრებო, შემოვედით და დაგიბრუნდით. ვინც არიცით, შემოვიდა გიობასტი და ეს არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქართული ციბრეინოთი და ნახა რომ ვიდეოს ვიღებდი და გადაწყვიტა დაედონატებინა. თუ ამ ვიდეოს უყურებს, მადლობა გიო, ჯიგარი ხარ. უკვე 50 წუთია რაც ჩელენჯი დაწყებული არის მეგობრებო. სადაც არის თავდება და მე მგონი 18 რობუქსით გავალ ამ ჩელენჯიდან. არც ცუდი არის, არც კარგი, მაგრამ რა ვიცი მეგობრებო, შემდეგ ვიდეოში მადხორობას ვდით რომ მოგეწონებათ ეს ვიდეო. ხო და შედეგებს ერთმანეთთან შევადარებთ და პირადად მეგიჩევთ რომელი მეთოდი ჯობია. ოპა, კიდე დამიდურა ხახო, 21 რობუქსით გავდივარ აქიდან. 21 რობუქსი მეგობრებო, თლაცუდიც არ არის. ნუ მეგობრებო, ეს ჩელენჯი დასასრულს უახლოვდებოდა და მეტი რობუქსი ვეღარ მივიღე, ამიტომაც 1 საათით Please-Donate-ში დგომის შედეგი არის 21 რობუქსი. ხო და რა ვიცი მეგობრებო, მე თუ მკითხავთ, თლაცულის არ არის ეს 21 რობუქსი, კარგი არის პირიქით. ხო და თუ გინდათ რომ 21 რობუქსი იშოვოთ, იდექით 1 საათი Please-Donate-ში. ხო და მეგობრებო, უკვე დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, ხოლო თუ ეს ვიდეო გავარდება, თქვი უკვე ძალიან ბევრჯერ რომ ამნაირი ტიპის ვიდეოს კიდევ ერთხელ გადავიღებ, ოღონდ სხვა რამეს გავაკეთებ, რომ 1 საათის განმავლობაში რობუქსები ვიშოვო. მაგრამ მეგობრებო, თქვენთან იყო რაზორებალი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, თხოვნაა რომ დაალაიქოთ, რომ დავინახო რომ მოგწონთ ამნაირი ტიპის ვიდეოები. ხო და თქვენთან იყო რაზორებალი და შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბაი! 1, 2, 3, 4. あなたにとって幸せは何も大きな